მაგრამ რაღაც განმარტებებს მაინც გავაკეთებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მიღებულია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, დიდი პალატის მიერ და არის ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები დადგენილი. მესამე მუხთან მესამე არის წამების აკრძალვა, წამება არა ადამიანის ღირსების შემლახავი მოფრობა და პროცედურულ ნაწილში და ეს მარტივად ვთქვა ნიშნავს, რომ ესეთი ტიპის საქმეები უბრალოდ არ გამოიძია ამ რეჟიმმა. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ უკიდურესად ვაკეთოთ პარალელი იმასთან დაკავშირებით მე კიდე რა მოხდა მაგალითად გასულ წელს ფაქტობრივად ბევრად უარესი მეთოდები იყო კიდევ გამოყენებული წამების და ნუ თქვენიც გადამესვლელობთ ევროპულ სასამართლოს ცოტა გრძელი პროცედურები აქვს მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ იგივე შედეგი დადგება იმ საქმეებთან დაკავშირებით და ფაქტობრივად არის ძალიან პრეცედენტული და კომპენსაციების გადახდაც დაევალა, გამოხატვის თავისუფლების დარღვევაც დაადგინა და საერთოდ დაავალა სახელმწიფოს, რომ პროცედურები მთლიანად შეცვალოს სპეციალური საშუალებების გამოყენების. მოკლედ, საერთოდ ჯამში არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, ხა ეს რეჟიმი შეიძლება ერთ ადამიანს გადააბრალოს თავიანთ ყოფილ კოლეგას, მაგრამ სინამდვილეში უამრავი საჯარო განცხადება გვახსოვს თვითონ როგორ უჭერდნენ ამას ხარს, ამიტომ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან და ძალიან მნიშვნელოვანი ამის პარალელების გაკეთება შემდგომ უკვე აი ამ შემდგომ ამ რეჟიმის ჩადენილ დანაშაულებთან, არა უფრო მძიმე დანაშაულებთან და იგივე საკითხთან, როდესაც უბრალოდ არ იძიებს ეს რეჟიმი თვითონ ამ დანაშაულებს. ეხლა რაც შეეხება ცვლილებებს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, ამ კანონს ცვლილებებს რომ კითხულობდი, პირდაპირ განცდა დამჭა, რომ ზუსტად აი მარშების საწინააღმდეგოდ არის მოფიქრებული. აი პირდაპირ, თუმცა ფართო ინტერპრეტაციას იძლევა. ეხლა რომ მოდიოდი ზუსტად გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაწნეში და ღამის 12 საათზე შედის ძალაში. ეხლა ცოტა მეტი დეტალი რო ვთქვა. შეტყობინების ვალდებულება მეგობრებო, აქციის ჩატარებაზე ახალი არ არის, აქამდე ესე იყო ზუსტად როგორც ეხლა არის ჩაწერილი. ამიტომ ის რომ უნდა შევატყობინო და ამასთან დაკავშირებით, საერთოდ აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით არის ესეთი პროცედურა და 5 დღით ადრე უნდა შეატყობინო თუ გზის სავალ ნაწილზე იმართება და ასე შემდეგ. თუმცა თუ შეუძლებელია ამ ვადის დაცვა და ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ამ ვადის დაუცველადაც მოხდეს განცხადების შეტანა. ამიტომ ამ ნაწილში არაფერი არ შეცვლილა, შეიცვალა ის, რომ მერიაში არავის აღარ შეაქვს განცხადება, შეაქვს პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს ყველაზე ნაკლები პრობლემა მგონია, იმიტომ რომ მაინც შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ სრულებდა და უბრალოდ პირდაპირ გაიმარტივეს, რომ პირდაპირ მაგათთან მოხდეს ეს განცხადება, იმიტომ რომ მათი საზრუნავია მაგ ნაწილში. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც არის ამ ნაწილში, არის ზუსტად რომ მას უფლება აქვს ამ რეჟიმის წარმომადგენლებს, რომ როდესაც განცხადება შეიტან და იქ პასუხისმგებელი პირის განსაზღვრავს, ხო მინდა გითხრათ, რომ განცხადებები ჩვენ სულ შევქონდა. მე მაგალითად აი შაბათის მარშებზე და აქ მარშებთან დაკავშირებით მეც და რამოდენიმე ადამიანს განცხადებები მერის მუნიციპალიტეტში სულ შევქონდა და ამიტომ შეიძლება ყველას არ ვაგებინებდით, მაგრამ ამ ფორმალურ პროცედურას მაინც ვიცავდით. და ეხლაც მაგალითად შაბათის მარშთან დაკავშირებით არის ჩემი სახელით არის შეტანილი და თვითონ რომ პერიოდულად გაიმართება. მათ უფლება აქვთ, რომ შეიტან განცხადებას ამ პირადი კომუნიკაციის საშუალებით, ან ასე თქვა, შეიძლება ვებგვერდზე დაგითოს ინფორმაცია პირდაპირ, რომ გითხრას, რომ იცი რა, ამ მიმართულებით არა, იმ მიმართულებით წადი, ამ მიმართულებით არა, აქ დადექი და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ხა იქვე უწერია, რომ ეს არის უნდა იყოს დაიცვას პროპორცია, გამოხატვის თავისუფლებას და ასე შემდეგ შორის და ეს არ ნიშნავს მეგობრებო, რომ უპირობოდ შეუძლია ამ კანონიდან გამომდინარე ხა რა თქმა უნდა, უპირობოდ შეუძლია რომ შეგიზღუდოს ასე ვთქვათ გზის სავალ ნაწილზეა ტროტუარზე გადაადგილების უფლება. ეს არის უფრო შეფასებითი კატეგორია, სადაც უნდა დაწონოს რა უფრო მეტი სიკეთეა, ხო გამოხატვის თავისუფლება და ხალხის გადაადგილება და ამაზე თუ დაგაინტერესებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები, მე-5 გადაწყვეტილება მოვიძე, კიდე ბევრია და პირდაპირ არის დადგენილი დარღვევა, რომ რუსეთში, თურქეთში იყო ეგეთი кейსები ზუსტად, სადაც აი დაახლოებით ანალოგიურ მითნებას ეუბნებოდა, წადი და სადღაც კალაგარეთ გამოხატე. როდესაც გითითებთ და სხვა ადგილზე გადაყავხარ, ეს ნიშნავს, რომ ეს არის გამოხატვის და შეკრების თავისუფლების უფლებაზე უარის თქმა, იმიტომ რომ სადაც გადაწყვეტ რომ გამოხატო ეს შენ უფლება, ამას აქვს თავისი შინაარსი და ეხლა შენ თუ შინაარსი გამოაცალე და თუ მინდა რომ რაღაც მაგალითად იმ კონკრეტულ ქუჩაზე იმიტომ გავიარო რაღაც შინაარსი შევძინო და მე სხვაგან გადამეყვან, უკვე ამ უფლებაზე უარის თქმა ნიშნავს და ევროსასამართლოს ძალიან ბევრი გადაწყვეტილება არის ამ საკითხთან დაკავშირებით და
ეს გადაწყვეტილებები ჩვენ სამართლებრივ სივრცეშიც გამოიყენება პირდაპირ, იმიტომ რომ ნორმატიული აქტების შესახებ კანონში წერია, რომ შესაძლებელია ეს გამოიყენო როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მე-11 მე-10 მუხლები, ასევე ამ მუხლების განმარტება სასამართლო პრაქტიკით. ამიტომ ეს საკმაოდ სახიფათოა, იმიტომ რომ შეუძლიათ როგორც ასე ვთქვათ, წინასწარ გაგაფრთხილონ, ასევე მსვლელობის დროს ორგანიზატორს ან ჯგუფს მოუწოდონ, რომ აი ხა მოდი იქით გაუხვიე და გამოუხვიე და აქეთ არ წამოხვიდე, იქით წადი. რეალურად რო ვთქვათ, ბოლო ჩვენ რომ არ შევაკეთებთ, ბოლო 3-4 დღე ამას აკეთებდნენ ზუსტად. ზუსტად ამას აკეთებდნენ, უბრალოდ იმდენად უკანონო იყო, ეთქობა ამ პოლიციელებს დისკომფორტი შეექმნათ ამ ტროტუარის შაკეტვის გამო, იმდენად დისკომფორტი შეექმნა, რომ აი ზუსტად აი ამ საკითხის გამარტივებისთვის, რომ მე ორი კვირა რატო ვერ მოკიდეს, ხო ხელი ვერ მოკიდეს, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ მონახეს სამართლებრივი გზა და ბოლოს ეს სამართლებრივი გზა ფეხებზე დაიკიდეს და პირდაპირ ხისტად დაიწყეს ამ კანონის დარღვევა, მაგრამ ეხლა ამ ნაწილში გადაწყვეტეს, რომ გაუმარტივო, მაგრამ ესეც ისე არის, ეს არის შეფასებითი საკითხი და ეს არ არის ერთმნიშვნელოვნად, რომ შეუძლია ამის კეთება. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ გვაქვს ესეთი ნორმატიული აქტების შორის იერარქია და არის ყველაზე უზენაესი კანონი არის კონსტიტუცია. მერე არის საერთაშორისო, ცოტა მარტივად მოყვები კონსტიტუციის შეთანხმება, მერე არის საერთაშორისო ხელშეკრულების შეთანხმებები, რომელიც ყველა უფრო მაღლა დგას. ვიდრე კანონი. თუ კანონი არსებითად ეწინააღმდეგება, წესით საკონსტიტუციო სასამართლო უნდა დაადგინოს, ეხლა რომ შეუსაბამოა, მაგრამ ესენა თქო უნდა არ დაადგენენ. ამიტომ თუ ძალიან აშკარა შეუსაბამო იქნება, შეიძლება პირდაპირ კონსტიტუციას დაერწყო და კონსტიტუციის უფლების განხორციელებაზე გააკეთო აპელირება, რომელიც ამავდროულად სახიფათოა, იმიტომ რომ შეუძლია იმავე კანონს დაერწყოთ, მაგრამ სხვანაირად გამოხატვის უფლება, შეკრების უფლების განხორციელება შეიძლება შეუძლებელი გახდეს. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს რაღაცა რისკები შევამციროთ ხოლმე, მაგრამ ეს დიაპაზონს მაქსიმალურად გვიზღუდავენ, მაგრამ ერთი რაც თავარია, ჩვენ შეიძლება კიდევ ვიფიქროთ, როგორ შეიძლება რაღაცა ზიანი შევამციროთ და ამაზე ჩვენ გვეუბნებათ ამ საკითხზე, რომ პროტესტი გაგრძელდეს უპირობოდ, მაგრამ მაქსიმალურად მინიმალური დანაკარგებით რამდენადაც შესაძლებელი იქნება, თუმცა უკვე პირდაპირ ვიტყვი, რომ დაართულდება ეს საკითხი, მაგრამ მაინც არის გზები. მაგრამ საერთო ჯამში მოგვიწევს, რომ უფრო აქცენტი გავაკეთოთ ჩვენ კონსტიტუციური უფლების განხორციელებაზე პირდაპირ, იმიტომ რომ ეს ნორმატიული ნორმები, რომელიც კანონის ზონაზე ჩააქვთ, არის აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, ეროვნულ სასამართლოს პრაქტიკას. პირდაპირ ეწინააღმდეგება. ერთია რაც ჩაწერეს და მეორეა პრაქტიკაში რას გააკეთებენ. ამას თვითონ პრაქტიკაში ისეთებია გააკეთებული, ეს ზუსტად აქ ჩვენ მეგობრები იდგნენ ცარიელი ფურცლი და მაშინ დაიჭერეს ცარიელი ფურცლი. ამიტომ ასე ვთქვათ, ერთი არის რა შეაწერენ, მეორეა რა რისი ასე ვთქვათ უფლებას მისცემს ხალხი. და ყველაზე კარგი წამალი ამის ყოველთვის არის დიდი დემონსტრაციები და ბევრი ხალხის შეკრება, რომელთა წინააღმდეგაც დიდი არაფერი ეფექტური წამალებად არ გააჩნიათ. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი. და ესეთი დემონსტრაციები, ახლა თქვენიც რო ხვალ გვაქვს დაანონსებული, შაბათობით გვაქვს მუდმივად დაანონსებული, რომ იყოს დიდი დემონსტრაცია. ხვალ 7 საათზე, ხვალ არ ბოდიში ზეგ 7 საათზე ფილარმონიასთან შევიკრიბები და იგივე ისეთივე მსვლელობით წამოვალთ იქიდან. და გამოჩნდება ეხლა რა დოზით შეიძლება შეგვიშალონ ხელი, ნუ მე ვერ გეტყვით ეხლა ზუსტად რას იზამენ, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციური უფლების განხორციელებას აუცილებლად მოვახდენთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ამის უფლება და ესეთი პირდაპირ შეზღუდვა უფლება არავის არ აქვს. ეს ასევე არ ნიშნავს მეგობრებო, ეხლა მაინც და მაინც ყველა ტროტუარზე შესაძლებელია შემოვარდნენ და ასე შემდეგ. ნახოთ, აი კიდევ ერთხელ ვამბობ. ერთი არის რაც ჩაწერენ კანონში, მეორეა რაც პრაქტიკას რაც დაუპირისპირებენ, რა თქმა უნდა ეს გაიმარტივო ეს საკითხი, მაგრამ ერთი არის რომ თუ დიდი დემონსტრაციები და ბევრი ხალხი იქნებოდა ხოლმე ამასთან დაკავშირებით დიდი არაფერი წამალი არ აქვს. ამიტომ ამ გამოხატვის უფლებას ჩვენ გავაგრძელებთ და შეკრების უფლებას. გარდა ამისა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობა რომ პროტესტი კიდე ბევრი ფორმით იყოს გამოხატული და რასაც ეხლა ვცდილობთ ხო არის პერფორმანსები შეხვედრები თვითონ მაგალითად სხვადასხვა ადგილებზე შეიძლება სხვადასხვა ლოკაციებზე გასვლა მეტროებთან საინფორმაციო პატარა მსვლელობები დღის განმავლობაში, მაგრამ დიდი დემონსტრაციები ყოველ შაბათს უნდა გქონდეს. აი ყოველ შაბათს უნდა იყოს დიდი დემონსტრაცია და კვირის განმავლობაში შევხედავთ მოცემულობა როგორ იქნება და მაგის მიხედვით გადავწყვეტთ ხოლმე როგორი მსვლელობები გავაკეთოთ რა. ამიტომ მეგობრებო, ესეთ რეჟიმში ვართ ჩვენ ფაქტობრივად 1 წელია. ჩვენ პროტესტს გავაგრძელებთ, ესენი ჩვენ რაღაცებს. ჩვენც შევეცადოთ რომ ვიყოთ მოქნილები, მაგრამ რაღაცა ზღვარს იქით პირდაპირ ვამბობ, რომ ვერანაირი
რამ ვეღარ ანუ თუ ისეთი ზღვარი გაავლეს რომ ფაქტობრივად კონსტიტუციური უფლება ბოლომდე შეგიზღუდეს ამ შემთხვევაში არის ძალიან კარგი გამოთქვა, როდესაც კანონი ხდება უსამართლო და აუმორჩილებლობა ხდება უკვე მოვალეობა რა პირდაპირ. აქედან გამომდინარე არის რაღაცა ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაცა მინიმალური დანაკარგებზე ვიფიქროთ, მაგრამ ჩვენი გამოხატვის უფლებაზე და შეკრების უფლებაზე უარს არ ვიტყვით. ამის შანსი არის ნული. ამიტომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. ჩემი ამოცანა არის რომ მე შემოგთავაზებთ ხომ ეხა არის ხოლმე მოსაზრება რომ უფრო რადიკალური უფრო მეგობრებო, მე ყველას ბრძოლას ვაფასებ, ყველას პატივისცემ, აი აქ ხალხი ვინც არის ძალიან თავდადებული, მაგრამ ძალიან მე ყოველთვის არცაკის სულდგები ვფრთხილად, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი დანაკარგის უფლება არ აქვს და უფრო მეცაც გეტყვით ხშირად ეს კიდევ უფრო მეტად ადამიანებს აშინებს და შესაძლებელია კიდევ სხვა გავლენა მოახდინოს. მე ესე უყურებ ამ საკითხს, შეიძლება სხვები კიდევ სხვანაირად უყურებენ ეხა. მე არაფერზე ექსკლუზივი არ მაქვს მეგობრებო, უბრალოდ მე ჩემს გიზიარებთ რა. ყველას როგორ შეუძლია, ესე შეუძლია გამხატოს თავისი უფლება, შეკრების და ასე შემდეგ რა. დიდი მადლობა, ეს მინდოდა მეგობრებო გამეზიარებინა, ბრძოლა გრძელდება, უბრალოდ ვალდებული ვარ ეს რისკები. გაგიზიარეთ, კიდე ერთ საკითხი არ დამოვიწყდეს, რომელიც საერთოდ გიჟური ცვლილებაში აქვს საერთოდ. კანონში ხა თქვენ თუ გასაცვლელობების დროს შევაკეთებთ ეს რაღაცას რომ ხშირად უკავ ბრუნდებოდით ხოლმე რა რაღაცა პერიოდის მერე და ნუ თავიდან ახლა სხვებს უჩნდებოდა განსა რატო ბრუნდები და ასე შემდეგ და ამ დროს იყო ესე 15 წუთიან დროს გაწევს რა რომ მიგითითეს რომ შეტრიალდი ანუ შეცვალე გეზი და ეს 15 წუთი არ ითვლებოდა დარღვევა და 15 წუთის მერე შეგეძლო დავუშვათ წამოსულიყავი. ეხლა რაღაცა ისეთი უცნაური რაღაცა უცნაური ჩაწერეს კი არ იმდენად ცეცაცნამდეგო რომ 15 წუთს გაძლევს მაგრამ იმ 15 წუთის 15 წუთს არ აგახ რა. აი მარტივად რო ახსნათ. ამ პირდაპირ უნდა შეტრიალდი. ამ ეგეთ უყუღმართი. ანუ ან რა ნორმა არის ჩაწერილი რა უყუღმართად ანუ იმ 15 წუთის განმავლობაში თუ იდექი და არ შეცვალე, მაინც არღვევას გიდგენს. რაღაცა სიგიჟე რა. და ზუსტად იმისთვის არის გაკეთებული, რასაც ჩვენ სველობების დროს ვმარტავდით ხოლმე, რაღაცა დაიბნენ და ვერაფერი ვერ მოიფიქრეს რა. არა უშავს მეგობრებო, ჩვენ ეხა მეგობრებს ერთად ვжელობთ პროტესტი კიდევ ტაქტიკები როგორ შევიმუშაოთ, შეიძლება ყველაფერი ესე ვერ გაგიზიაროთ ბოდიშხტი. ბევრი საკითხი, ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, მაგრამ ეს იქნება აბსოლუტურად მშვიდობიანი გზები. პროტესტი რო გაგრძელდება ამას შევარ დარწმუნებული და იმ საკანონმდებლო რაც არ უნდა ნორმები შეცვალონ, საკანონმდებლო გზები ყოველთვის არსებობს, ამას მაქსიმალურად შევეცდებით გამოვიყენოთ, რასაც ქვია ხრელები, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა დინამიკაში შეუძლიათ მე ისე შეცვალონ. ანუ ეს არის რაღაცა შახმატის თამაში ვისავით. ხო, შეცვლი, მაგრამ ერთი რაც თავარია ჩვენ ძალიან დიდი მობილიზება თუ არ შევძლებთ ხოლმე, კვირაში ერთხელ მაინც, ხო? აი ეს უფრო მოწყვლადია ნებისმიერი დემონსტრაცია და აქცია, როდესაც მცირე რაოდენობაა ხოლმე. ამასაც და როცა დიდი რაოდენობაა, იქ ბევრად უფრო ხარ და იქ ვერაფერს ვერ უპირისპირებს. ამიტომ მინიმუმ კვირაში დიდი დემონსტრაციები ეს შეგვიძლია და კვირი ხა ყოველდღე თუ შევძლებთ გადასარევი, მაგრამ ნუ ეს პრაქტიკა აჩვენებს, რომ ცოტა რთული ხდება ხოლმე რა. მადლობა მეგობრებო და თუ რამე კითხვები გაქვთ, შემიძლია რა კიდე გაგიზიაროთ.